ქალების არქეტიპების შესახებ მინდა რომ დღეს ვისაუბრო და საკმაოდ დიდი და კარგი და ღრმაცოდნა არსებობს ქალების არქეტიპების შესახებ. მთელი ესე იგი ბერძნული სამყარო არის ამისი ამ სიკეთის ასე ვთქვათ დამფუძნებელი და ჩვენამდე მომტანი, სადაც ქალების ტიპაჟებს განიხილავენ ხალხმერთების მიხედვით და ძალიან საინტერესოა, საკმაოდ ღრმაცოდნაა, როცა მე გავეცანი ამას, აი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ რა დონეზე ესმოდათ ადამიანი და რამდენს ნიშნავს ცოდნა ადამიანის შესახებ. Ну, რა თქმა უნდა, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების და როდესაც რაღაცა საზოგადოდ გავერთნიშნელიანებთ ხოლმე და ზოგადად ქალზე ვსაუბრობთ და კაცზე, რაღაც დონეზე შეიძლება იყოს სწორი, მაგრამ რაღაც დონეზე ვერა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ტიპაჟი თქვათ ქალებისა განსხვავდება ერთმანეთსაგან და საერთოდ არ გავს ერთმანეთს. ასე რომ ზოგადი საუბარი ყოველთვის უხერხულია, იმიტომ რომ სიმართლესთან არ გაქვს სიახლოვე ამ შემთხვევაში. ეხლა არის ესეთი ქალების ტიპები ქალწულ ქალღმერთებს რომ არის შედარებული. და ძალიან საინტერესოა. მე ნებას მივცემ ჩემ თავს რომ წავიკითხო ეს რაღაცეები და თან ისე ვისაუბრო, ჩავიხედო ხოლმე და იმიტომ რომ იმდენად ღრმა მასალაა, რომ რაღაცა რო გამორჩეს, ეგეც არ მინდა და არა და ეხლა ამის ზეპირად ცოდნა მთელი ამბავი უნდა და ეგ ნამდვილად არ მაქვს მასე. ესე იგი არის ქალღმერთი ქალწულები, რომლებშიც შედის არტემიდას არქეტიპი, ათენას და გესტიას არქეტიპი. ესე იგი სამი ქალღმერთი ქალწული. ესე იგი ნადირობისა და მთვარის, ესე ქვია არტემიდას. მფარველია მაგალითად სიბრძნის და ხელობათა ათენა. ესე იგი ეს უფრო ესეთი ცნობიერება განვითარებული ადამიანი და ხელოვნებაზე ორიენტირებული და ამის მფარველად ითვლებოდა და ეს არის მასში უფრო განვითარებული. ასევე საოჯახო კერიისა და ტაძრის ითვლება გესტია. წარმოადგენენ ქალის ფსიქოლოგიაში ესეთი პიროვნულ ასპექტებს, როგორიც არის დამოუკიდებლობა. ეს არის დამოუკიდებელი ქალები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია გქონდეთ და თავისუფლება. ხო, ეს ახლა ძნელად დასაჭერია, ასე ვთქვათ, შენი გავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევა მამაკაცი მყავს ხედველობაში. ამას ხო აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორია, ხო? ხო და ესე იგი ათენა, არტემიდა არიან არქეტიპები, რომელიც გარე სამყაროზე არიან ორიენტირებულები და ეხლა ჩვენ როგორც ფსიქოლოგები ხვდებით, რომ ეს ნიშნავს რაღაც კომუნიკაცია არის, ეს არის სანგვინიკი ან ქოლერიკი ქალები უნდა იყოს. იმიტომ რომ ინტროვერტი ტიპის არ არის ორიენტირებული გარე სამყაროზე და კომუნიკაციაზე. და ასევე მიღწევებზე და წარმატებებზე ორიენტირებული ქალებია. ჩვენ საუბრობდით ხო ამის შესახებ, რომ შრომობენ, იღწვიან ქალები, ხო ჩართულები არიან, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულები არიან და პროფესიულ დონეს იმაღლებენ და რა ვიცი ხა ზადიან ამ ტრენინგებზე და სულ განვითარების რეჟიმში არიან. ეს არ ეხება ყველა ქალს. როგორც ჩანს, ასეთი ქალები აი რაღაცა გარკვეული კატეგორიის კუთვნილებაა. გესტია განასახიერებს ჩაღრმავებას შინაგან სამყაროში. ანუ უკვე მივედით ინტროვერტი ტიპის ქალთან და კონკრეტულად ეს ფლეგმატიკია. ეს სამივე ორიენტირებულია, რომ განავითაროს საკუთარი ტალანტები, საკუთარი ინტერესებით ცხოვრები ხალხია და ამათ უყვართ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პრობლემები. ანუ მაინდა-მაინც არ დაგეთათბირება და შენ აზრს არ იკითხავს, რომ დაეხმარო რაღაცაში და ჭირდებოდე. არა, ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი მოთამაშეა და თავის გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს. ცდილობს, რომ მიაროს თვითგამოხატვის გზაზე და წარმატებები მოიპოვოს საზოგადოებაში და ცხადია აღიარება. თუ საქმე ეხება სასურველ საკუთარ კუთხეს, იმას რომ თავს გრძნობდეს საკუთარ სახლში, ბუნებაში,
სიამოვნებას, რომელსაც იღებ ნებისმიერი მოწყობილობის მუშაობის პრინციპის შესწავლით ან განმარტოებისაკენ სწრაფვით, ყველა ამ შემთხვევაში საჭიროა გაითვალისწინო ამ სამი ქალღმერთიდან ერთ-ერთის გამოვლინება. ქალღმერთი ქალწულები არიან მამაკაცებისათვის მიუწვდომელი და შეუცნობელი ტიპაჟები. ან საერთოდ მისგან იზოლირებულები არიან. მოკლედ ესენი დიდად აქცენტირებული მამაკაცთა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე არ არიან. მე მგონი მნიშვნელოვანი ცოდნაა ხო კაცებისათვის ეს, რომ ახლა შენ გონია ქალია და მაინდა-მაინც ახლა უნდა დაინტერესდეს შენთან ურთიერთობით. არ არის მასე, არც ათენას, ამ სამივეს, კი. ხო და საკუთარი როცა ქალს წარმართავს ქალწულის არქეტიპი, მისი პიროვნების რაღაც ნაწილი იმყოფება ამ ქალწულებრივ მდგომარეობაში. ანუ ის ცდილობს, რომ ეს შეინარჩუნოს ეს ქალწულებრივობა. ამიტომ არის რაღაცა დისტანცირებულობა და გაუცხოება, ცოტა ეს განაპირობებს მისი ტიპაჟი, ის რაც ჩადებულია ადამიანში და რა თქმა უნდა აღინიშნოს ის ამბავი, რომ ადამიანი განსაზღვრული მოვლენაა მეტნაკლებად, დეტერმინირებულია. ის უკვე არის ისეთი, როგორიც არის, განსხვავებული ყველა ერთმანეთისგან. და ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს იმაში, რომ ასეთნაირად არის თქვა ვიღაცა ფორმირებული, ამ ტიპს მიეკუთვნება, სხვა ტიპს მიეკუთვნება და ცხადია აქ გენეტიკური ფაქტორიც ძალიან წამყვან როლს თამაშობს და ამავე დროს მისი პირადი გამოცდილება, როცა იბადება, რა ხდება მის ოჯახში და დაუშვათ აი როგორი მამის გან ჩდება და როგორი დედისგან, ესეც ცნობილია რა. აი ასეთი ტიპის ადამიანს რანაირი ტიპის მამა ყავს, ქალზეა საუბარი და რანაირი ტიპის დედა რა განაპირობებს მის ამგვარობას, ამ დეტერმინირებულობას და განსაზღვრულობას. და ესე იგი ქალწულის მდგომარეობაშია, როგორც თქვით, ხო და რაც რეალურ ქალწულობას ხადი არ გულისხმობს, მაგრამ დისტანცირებულობას კი. ტერმინი ქალწული ნიშნავს სუფთას, უმანკოს, ხელუხლებელს, გაურყნელს, მოუსყიდველს, ანუ აი კაცისგან ხელუხლებელს რა, ამას ნიშნავს და პატრიარქალურ რელიგიურ სისტემაში არტემიდა, აფინა და გესტია გამონაკლისები არიან. ისინი არასოდეს გათხოვილან, არასოდეს თრგუნავდნენ, აცდუნებდნენ და ძალადობდნენ და იტაცებდნენ მათ კაცები. არიან ქალის ტიპები, რომლებსაც ეს ძალადობა ხორციელდება და აი ესენი არა, ეს არის ქალწულები, ამიტომ ქვია ამათ. და ესე იგი ისინი რჩებოდნენ ხელუხლებლად, შეურევნელად, ხო? ისინი იყვნენ მიუწვდომელნი. აფროდიტეს რაც შეეხება, ეს არის სიყვარულის ქალღმერთი, ხო? აფროდიტეს უნარისათვის ანთოს ვნება აღზრას ეროტიული სურვილები მამაკაცში და რომანტიული გზნობები, ეს მისი მახასიათებელი აფროდიტეს ტიპის ქალისთვის და ამათ ეგ არ ახასიათებს. ისინი არ ექვემდებარებიან ან გზნობიარე გატაცებებს და აქეთკენ არ მიდიან. ეხლა აი ქალწულთა არქეტიპები, როდესაც ქალების წამყვანი არქეტიპები არის ქალღმერთ ქალწულთაგან ერთ-ერთი, არტემიდა, აფინა, ათენა ან გესტია. ესე იგი ქალი არის თვითკმარი და ხდება ერთადერთი საკუთარი თავისთვის. ის თავად არის ერთადერთი თავისთვის, რაღაც ცნაური გამოთქმა, მაგრამ აი ეს რაღაცა არის ბაცე ნათქვამი. მნიშვნელოვანი ნაწილი მისი სულისა არ ეკუთვნის არც ერთ მამაკაცს. სხვაშორის აი დოჩანაშვილის თემაზე რომ უნდა ვილაპარაკოთ დომენიკოსთან, იქ ხო ზუსტად ეგ არის მეორე შემთხვევაში ანა მარიასთან, რომ არ ეკუთვნის რა ბოლომდე მას და არის საშინელი გაუცხოება რა და მოკლედ როგორი მძიმეა ხო რომ შენ მისი რაღაც ნაწილი შენზე აღმატებულს ესავს, ასე ვთქვათ და თავასწევს ვთქვათ ხელოვნებას, მუსიკას თუ შემოქმედებითობას და ამ შემდეგ. ანუ რაღაცა ვერ ხდება იქ სრულყოფილი შერწყმა და ბედნიერება.
ესე იგი ეს ქალწულებრივი ქალები თავისი არსით აკეთებენ რაიმეს არა იმიტომ რომ სურთ რომ თქვათ მოსწონდეთ ანუ ვინმეს ასიამოვნოს ან იმიტომ კი არ აკეთებს რამეს არამედ იმიტომ რომ და არც იმიტომ რომ თქვათ ძალაუფლება სურს სხვაზე მოიპოვოს ამ თავისი ამდაგვარი რაღაც მახასიათებლებით ან საკუთარ მიზნებს მიაღწიოს არამედ ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა რომ ეს მიაჩნია მას სწორად ხო ეს ის ხო საინტერესო ცოდნაა ჩვენ ხშირად შეიძლება მამოტივირებელ მიზნებად სხვა რაღაცეები ჩავთვალოთ რაც ეგან აღვნიშნე მაგრამ სულ სხვა რეალობასთან გქონდეს სინამდვილეში საქმე ამას ხაზს უსმევ იმიტომ რომ ცოდნა ძალიან გვეხმარება რომ განსაზღვროთ რაღაცა შინაგანი მოტივები ადამიანის რაში მდგომარეობს რა განაპირობებს მის ქცევას ასეთ ამდაგვარს თუ სხვანაირს მას შეუძლია უარის თქმა მაშინ როცა ძალიან იოლია რომ თქვას კი ის არ მისცემს უფლებას სხვებს რათა ფრთები შეაჭრან მას და აიძულონ ეგრეთ წოდებული მიზანშეწონილი საქციელები რო განახორციელონ არგუმენტები რომელიც მნიშვნელოვანია გათხოვილი ქალებისათვის ან თავისუფალი მაგრამ სულიერი ქალწულებრიობის არ მქონე ქალებისათვის მასზე უბრალოდ არ მოქმედებს ანუ ეს არის დამოუკიდებელი ხედვისა და ორიენტირების ადამიანი. თუ ქალი ერთადერთია თავად თავისთვის მოთხოვნა მისდიოს საკუთარ შინაგან ფასეულობებს, რომელიც მას გააჩნია, აღძრავს მას იმის მკეთებლად, რაც ანიჭებს მას კმაყოფილებას და ბედნიერებას და აქვს მნიშვნელობა პირადად მისთვის, მიუხედავად სხვა ადამიანების აზრისა. ეს რა თქმა უნდა ურთიერთობაში პრობლემატურია, ხო, რომ ნაკლებად არის ანგარიშგამწევის ხვისი. ფსიქოლოგიურად ქალღმერთი ქალწული არის ქალის ნატურის ნაწილი, დამოუკიდებელი მამაკაცის აზრებისაგან და მსჯელობისაგან და ასე ვთქვათ, კოლექტიური, სოციალური თუ კულტურული წარმოდგენებისაგან. იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ქალი. აი ამ ქალურ სტერეოტიპებში ესენი ძალიან ძნელად რო ჩასვა არ ჯდებიან და თუ გინდა რო ჩასვა სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით მაშინ და ეს რა თქმა უნდა არ უნდა გაკეთდეს. ქალწული ქალღმერთის არქეტიპი არის წმინდა არსი იმისა, რაც არის ქალი. და რაშიცაა მისი მნიშვნელობა. ეს არის ლაქის გარეშე მყოფი შეურყვნელი არსი, არანაირი ლაქა რო არ აქვს, რადგან შენარჩუნებულია მისი ხელშეუხებლობა და გამოიხატება იმით, რომ არ უთმობს არავითარ შემთხვევაში კაცურ ნორმებს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ. ქალწულის არქეტიპმა შეიძლება ქალში აღძრას ფემინისტობის სურვილი, მან შეიძლება თავი გამოავლინოს როგორც სწრაფვა, რომლის განხორციელების შედეგად ქალს სთხოვენ გადაიფიქროს ესე იგი რაღაცეები, მაგრამ მას აქვს ესეთი გადაწყვეტილებები, მაგალითად იყო ერთი ავიაციაში ქალი, რომელმაც თქვა, რომ მე უნდა ვიფრინო ისეთ ადგილზე, სადაც არავის არ უფრენია და რაღაცა საშინელ მძიმე მიმართულება აირჩია, მაგრამ თავისი იდეა განახორციელა. და ხელოვნებაში, პოეტურ, მუსიკალურ შემოქმედებაში ან ფერწერაში, როცა ქალი ქმნის ხელოვნებას, მაშინ აქვს საკუთარი სიღრმისეულ შინაგან გამოცდილებას ძალიან ღრმად და მძაფრად, ისე რომ არის ძალიან ორიგინალური. იქა საქმიანობა არტემიდა დებს ძალიან დიდ ენერგიას საქმეში, კონკურენცია და შეჯიბრი მას მხოლოდ ასტიმულირებს. ხშირად ხდება ან ახლა პროფესიის არჩევანიც განსაზღვრულია იურისტი ან სხვა პროფესიისა, რითაც ეხმარება სხვა ადამიანებს. ესე იგი ეს დახმარების სურვილი მაშინ ძალიან დიდია. თავის ბიზნესს იწყებს ისეთი პროდუქციის გამოშვებით, რომელიც სასარგებლოა სხვებისთვის. რა თქმა უნდა, სიგარეტს ეგ არ გამოუშვებს. ალკოჰოლზე არ იმუშავებს დაუშვათ და რაღაცა ესე და რაღაცა მკვეთრად ისეთია, რაც სასარგებლო. კი, აი ბავშვების სათამაშოების პატარა ქარხანას ააწყობს მაგალითად და
საწოლებს გამოუშვა, რაღაც ასეც რა. პოლიტიკაში თუ შევა და შედის ებრძვის გარემოს დაბინძურებას, ანუ იბრძვის ამისთვის, რომ ეკოლოგია დაცული იყოს, ან ქალთა უფლებებს იცავს ძალიან დიდი გააფთრებით და გამძაფრებით. ეხლა დიდება, ძალაუფლება და ფული მოდის მასთან, თუ მისი საქმიანობის სფერო პრესტიჟულია და მასში არის რაღაცა გარკვეული სახის ჯილდოები. ამავე დროს ხშირად მათი ინტერესები შორს არის რაიმე კომერციისაგან, არა თავსებადი კარიერულ ზრდასთან და არ უზრუნველყოფს არც დიდებას მისას და არც ბანკში სოლიდურ ანგარიშებს. ამაზე ორიენტირებული არ არის. უბრალოდ ეს თავისით მოდის, როცა ეს მაქსიმალურად ჩართულია, თავისთავად ეგ ხდება ბუნებრივად, მაგრამ აი დაინტერესებული ტიპი ამაში არ არის. ხო რაღაცა უერცხლოსავით გამოდის ახლა, მაგრამ ნუ დაახლოებით არის. ხო საინტერესოა რა. ესე იგი აქ იდეის ადამიანი უფროა, ხო და დაცვა უნდა. დაცვა მაშინ გინდა შენ სხვა ადამიანის, როცა შენ გაქვს გამოცდილება ტკივილების. ანუ ეს ფსიქოლოგიური განპირობებულობის შედეგად არის ეს ყველაფერი ფაქტიურად, რომელიც ბავშვობაში ხდება, იმ ტრავმების შედეგია ფაქტიურად მე როცა თავიდან დავიწყე მაფორმირებელი მისი ამ ტიპაჟურობისა. დამცველი ყოველთვის არის დაჩაგრულის მხარეს. ეხლა ის დაჩაგრული ხო შეიძლება რომ სამართლიანადაც იჩაგრებოდეს ვიღაცა, ხო? ეს არ აინტერესებს. თუ არის ვიღაცა დაჩაგრული, ყოველთვის ის მართალია. ეს ხო აბსურდია, ხო? ეს თავის ტკივილებიდან გამომდინარე პროექციებია სინამდვილეში მისი მამოძრავებელი. გაუგებარი რეფორმატორია, ესეთია ხმა ღაღადებლისა უდაბნოსა შინა. შეიძლება კითხვას მას ხო, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას და წარმოდგენილია სუბთა წარმომადგენელია არაკომერციული ხელოვნებისა. ეს ყველაფერი არის არტემიდა. ანუ ესეთი ტიპაჟი არტემიდაა. რადგან ქალი არტემიდა არატრადიციულია, გამორიცხული არ არის, რომ ის ადრე თუ გვიან კონფლიქტში აღმოჩნდეს საკუთარ თავთან და ეს ყოველთვის დგება ეგ პერიოდი ან სხვებთან კონფლიქტში. ხდება ისიც, რომ არტემიდას სურვილები არ შეესაბამებიან მის შესაძლებლობებს. მაგალითად, თუ მშობლები თვლიან მის მისწრაფებებს შეუფერებლად. თავის ბიზნესს როგორც წესი იწყებს ისეთი პროდუქციის გამოშვებით, ეგ უკვე აღნიშნე, რაც სასარგებლოა. და მისი ესე იგი ყრმობა და სიყმაწვილე როგორ მიმდინარეობს, ესე იგი ფსიქოტიპური თვალსაზრისით ეს არის სანგვინიური ტიპის ადამიანი. ყრმობის ასაკში ქალიშვილი არტემიდა ადემონსტრირებს თანდაყოლილ სწრაფვას შეჯიბრებითობისადმი. ესენი კონკურენტი ტიპები არიან. შენ ასე ვთქვათ, შენთან კონკურენციაში შემოდის და ეს სიამოვნებას ანიჭებს. ავლენს რა მისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს, სითამამეს, გამარჯვებისკენ სწრაფვას, მიზნის მიღწევისაკენ, ის უკვე მთლიანად მზად არის თვით შეზღუდვისათვის. თავის მიზანზე ორიენტირებულობიდან გამომდინარე შეუძლია განახორციელოს გრძელი გასეირნებები ფეხით, კლდეზე, ძრომიალით დაკავდეს, დაუშვათ ძილით ღია ჰაერზე, ცხენზე ჯირითი მისია შეშის დაჩეხვა, ისედაც არ არის ხო თქვა ქალური მაინდა-მაინც და კოცონის დასანთებად შეშას შეუულებრივად დაჩეხავს. მიზანში მორტყმა დაუშვა დამიზნება და რაღაცა ისრის გასროლა ესეც მოწონს და პატარა არტემიდა არის გოგონა, რომელიც მიელტვის დამოუკიდებლობას და იკვლევს სამყაროს. მკვლევარის ბუნება აქვს. გაბედულად უღრმავდება ტყეს, ცოცავს მთებზე, როგორც უკვე წერან თქვით და უნდა იცოდეს, რაც ხდება
მეზობელ ქუჩაზე უნდა გადაიხედოს იქ და აკონტროლოს. ზედმეტ შეხებასაც ვერ იტანს, ხსნას ვერ იტანს. ხო, დისტანცირებულია, მაგ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა. თანაშვილის ახასიათებთ. ხო. მისი ლოზუნგია და ყოველთვის იტყვის, რომ ნუ მზღუდავ მე, ნუ მზღუდავ. ხო, ნუ მავიწრო, გასაკამს ითხოვს და ნუ მთრგუნავ. ხო, რა გინდა, დამანებე თავი. ბევრი თანატოლისაგან განსხვავებით მას არ უყვარს შეესაბამებოდეს სხვებს და უხალისოდ მიდის კომპრომისებზე. თავის ნათქვამაა რა მარტივად რო ვთქვათ რა. და უნდა რომ გაიტანოს თავის. ეხლა არც თუ ისე ხშირია რა, კალებში, ხო? რადგან ჩვეულებრივ ვიცის რა უნდა. სხვა შორის ესეც ძალიან საინტერესოა. ანუ ბევრმა ადამიანმა, რა მარტო ქალმა, ხო, არ იცის რა უნდა. აი, მე ვიცი რა არ მინდა გეტყვის ვიღაცა, მე რა მინდა არ ვიცი. ხო და იმან ზუსტად იცის რატოა იქ სასწავლებელში რატო არისთვის არის, ხო? ზუსტად იცის ეს ან კი. მაგრამ ეს გამორჩეული რაღაცაა, რომ მან იცის რა უნდა და ოჯახებს არ ქმნიან ესეთ ტიპი. არა, ქმნიან, ეხლა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ნელა და მშვიდად მივალ მაგამდე. არტემიდა არ ფიქრობს იმაზე, ეს რაც მას უნდა ვინმეს მოსწონს თუ არა. ხანდახან ასეთი დარწმუნებულობა საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ შემოტრიალდება ხოლმე. სხვა ადამიანებს შეუძლიათ, რომ მის ჯიუტად ჩათვალონ, აი თავხედად მიიჩნიონ, აი ნაგლს რო ეძახეთ, ხო, აი რა ნაგლია ეს ადამიანი, რაღაც ეგეთია რა, ეგეთი გამოდის. მაგრამ სინამდვილეში თავის თავს მიყვება, თავის შინაგან მოთხოვნილებებს და მისთვის როგორც წეგან აღნიშნეთ, თვითონ არის მნიშვნელოვანი თავისთვის. ქალიშვილი არტემიდა, რომელიც ტოვებს მშობლების სახლს, ესეც ნახეთ რა საინტერესო პასაჟია, სწავლის გამო მიდის კოლეჯში, თქვა სადღაც სხვაგან, ხო? თქვა სხვა ქალაქში სიტყვაზე, ხო? ნუ ბედნიერია ამის გამო, გრძნობს თავის დამოუკიდებლობას. ის სპეციალურად კი შეიძლება წავიდეს, აი მე იქ მინდა ვისწავლო სადღაც სხვაგან. შენთან არ ვიყო, შენ გვერდით არ ვიყო. და გრძნობს თავის დამოუკიდებლობას, მზადა მიიღოს გამოწვევები ცხოვრებისაგან. ჩვეულებრივ ის პოულობს მისთვის ახლობელ ადამიანს, რათა ერთად გაიქცნენ. ეს ხო გაქცევაა, რეალურად არის გაქცევა სახლიდან. ხო და ჩვეულებრივ ის ხო თუ ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, შეუძლია ყოველდღიური შორმანძილზე სირბილი, ძალიან მიზანსწრაფული ადამიანია, ტკბება საკუთარი ძალებით, გრაციის შეგრძნებით და ცნობიერების განსაკუთრებული სიცხადით გამოირჩევა. აი აქ მე მიმიწერია, რომ აქვს უარყოფის ტრამვა. რა თქმა უნდა, ეს არის უარყოფის ტრამვა, ეხლა შეიძლება ტრამვებს არ შევეხოთ, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აი ეს გაქცევა, აი ეს ტენდენციების ყველაფერი, მაინც ტრამვული საფუძვლებით არის ხშირად გამოწვეული რა. ხო და ესეთი ადამიანები მაქსიმუმს დებენ საქმეში, სწავლაში, აი ყველაზე კარგები არიან და უშუალოდ გადასარევად სწავლობენ. უარყოფის ტრამვა და უარყოფის შიშიც ხო? ხო, რა თქმა უნდა. განცდილება და შიშია უარყოფისა. არა, მაგის გამოცდილების გარეშე ეგ არ ხდება და მე რო არ მინდა რომ უარყოფილი ვიყო, რას ნიშნავს რომ მინდა რომ ვიყო აღიარებული. და ყველაფერს გავაკეთებ იმისაც რომ ვიყო აღიარებული, თქვა რომ რა კარგია, რა მაგარია, ამაში შეუცვლელია, ასეთია, ისეთია. ანუ ესენი თავით ეშვებიან ყველა ნებისმიერ საქმეში რა, სწავლაში და ნუ განვითარებაში. მაკომპენსირებელი მოქმედებები აქვს ამ თავის დეფიციტებისა. გავაგრძელებთ შეიძლება. ქალი არტემიდას თვისებები ჩდება გოგოებში ძალიან ადრეულ ასაკში. პატარა არტემიდა აქტიურია და მთლიანად ჩაფლული ახალი საგნების შესწავლით, ის ამ უნარზე ყურადღების ფოკუსირებისა იმაზე, რაც მას აინტერესებს, ადამიანებს ხშირად ამბობენ, რამდენად არის ის კონცენტრირებული 2 წლის ასაკში, წარმოიდგინე. მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს და არაფერი არ ავიწყდება. არტემიდას მიერ აღძრული ახალი ტერიტორიების გამოსაკვლევად გოგონა
ესე იგი უკვე ტოვებს აი ამ მშობლიურ გარემოს და ვითარდება რა ის რაღაცა იმ მშობლიურ საწოლს ტოვებს ხო რაღაცა ტოვებს იმ სათამაშო მოედან სადაც იყო სადაც შეეული იყო ან კომფორტის ზონიდან გადის და გადის დიდ სამყაროში ეხა პატარა ბიჭი მოდიოდა ძალიან პატარა ბიჭი და სიგარეტს ეწეოდა ნუ აშკარად ეთყობა რომ ეხა ამ სიგარეტს იმიტომ ეწევა რომ თავის დამკვიდრება უნდა და ამბობს რომ მე დიდი ვარ ხო და ეხა აქ პარალელი გამახსენდა აქ არის ეს ძალიან დიდი სურვილი ამისი აღიარებისა და დიდობის არტემიდა დარწმუნებულია თავის აღზრდილ მოტივებში და ცხოვრებისეულ პრინციპებში ის იცავს სუსტებს როგორც უკვე აღნიშნეთ და მზად არის პირველმა ამოიღოს ხმა და თქვა რომ ეს უსამართლობაა და არ იქნება სამართალი და შემდეგ გოგონა არტემიდები აღზრდილი არიან ოჯახებში სადაც თუ აღზრდილია ოჯახსაც უპირატესობა ბიჭებს ენიჭებათ, ხო? ნუ ვერ ემორჩილებიან ამ ამბავს და ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამის მიმართ რა. და ეს მიაჩნია ძალიან დიდ უსამართლობად. ხშირად უმცროს დაში, რომელიც ითხოვს თავის ძმებთან თანასწორობას, შეიძლება შენიშნო მებრძოლი მომავალი მებრძოლი ქალთა უფლებებისთვის. ეხლა მშობლების შესახებაც ბატონო? ნუნა გაფრინდაშვილი? ხო. მშობლები ქალისა თავდაჯერებული რომ მიემართება საკუთარი გზით, კმაყოფილი საკუთარი თავით, როგორც პიროვნება და გახარებული იმით რომ ის ქალია, ხან ზაფხულს გავს, ხან ზევს. ისინი ამ ღმერთების მსგავსად ხელს უწყობენ არტემიდეს პიროვნების განხორციელებას. ქალი არტემიდესათვის წარმატებით რომ კონკურირებდეს და აღწევდეს უკონფლიქტოდ თავის მიზნებს ძალიან მნიშვნელოვანია მამის მხრიდან მოწონება. მამის ფაქტორი არის უმთავრესი და წამყვანი. ბევრი მამა ზევსის მსგავსად ეხმარება თავის ამ ქალიშვილებს. პრობლემები ხდება მაშინ, როცა მშობლები მას აკრიტიკებენ. აი, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით თუ მამა აკრიტიკებს, ნუ დავიღუპეთ. ეს რადგურდება პირდაპირ. დედა, რომელსაც სურდა რომ ყოფილიყო მისი შვილი დამჯერი გოგონა და იძულებულია დაკავდეს აქტიური ნებისმიერი შეზღუდვების უარმყოფელი შვილის აღზრდით, შეიძლება იგრძნოს განხიბლა და შეიგრძნოს რომ მას არ იღებენ. ის მოელის რომ გოგონა მას გაყვება კვალში და დაუჯერებს, რადგან დედამ უკეთ იცის. ვერ იცის დედამ უკეთ. ბავშვის გადმოსახედიდან ამან უკეთ იცის. მაგრამ მისი იმედები არ მართლდება. ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში პატარა ესე იგი მის დამოუკიდებლობა შეიძლება ასე უწოდოთ რა, არ სურს მას დედასთან ერთად დარჩენა. ანუ დედას იგნორირებას უკეთებს და ურჩევნია ითამაშოს უფროს ბავშვებთან ან მამასთან. ნაცნობია? არის ეგეთი რამეც კი და მას არ სურს ახარებდეს დედის მეგობრებს თავისი სანიმუშო გოგოობით და სანიმუშოს აქციელით. მოგვიანებით არტემიდა შეიძლება შეეჯახოს წინააღმდეგობას, როცა მოისურვებს რამის გაკეთებას მშობლის ნებართვის გარეშე. აი, მშობელი განაგებს ხო იქ ყველაფერს. თუ კი მას იმიტომ რომ შენ ხო გოგო ხარ ეუნებიან. სვავენ ამ ჩარჩოში ხო რომ გოგოა, ნამდვილად გოგოა. უფლება არ აქვს აკეთო ის, რაც ნებადართულია ბიჭისთვის. და ეს დიფერენციაცია ამას ხო უფრო აგიჟებს კიდე. ის შეიძლება აღრიალდეს პროტესტის ნიშნად. და თუ ესეც არ უშველის, ის გადადის გაბრაზებაში, სერიოზულ უკმაყოფილობაში, მსგავსი კონფლიქტები ართმევს მას საკუთარ თავში დარწმუნებულობას. ანუ ძირითადს უნგრევს მშობელი რა, ღერც უნგრევს, მისი ღერძი რაზეც დგას და რაზეც არის თვითონ დაფუძნებული. განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს დამამცირებელ კრიტიკას მამის მხრიდან.
რომელსაც სურდა რომ მასში ეხილა ახალგაზრდა ლედი და ამავე დროს არაფრად მიიჩნევს მისი უნარებსა და პატივმოყვარულ სწრაფებს და ეს თავდაუჯერებლობის ჩამოყალიბებას ეხმარება ამ შემთხვევაში უნებლეთ მამა. ასეთი მამაშვილ ურთიერთობებს ქალიშვილი არტემისაც მოაქვს ტკივილი. გარეგნულად კი ის მორჩილებს მამას, რა თქმა უნდა, და ცდილობს რომ თითქოს ამ ჩარჩოში იყოს, მაგრამ ასე ფორმირდება ქცევის მოდელი, რომლის საფუძველში დევს ღრმა თავდაუჯერებლობა. შემდგომში ამ მოდელის მიხედვით ქალი თავისი ინტერესების გათვალისწინებით არ იმოქმედებს, როცა გათხოვდება თუ მამასთან ეს წინააღმდეგობა და პრობლემა ქონდა და აქ ვერ განახორციელა, ვერ გაიმარჯვა, ქმარზე გაიმარჯვებს აუცილებლად და ამას იქ განახორციელებს ამ შეწყვეტილ სიმღერას, ასე ვთქვათ, რომელიც მასში შინაგანად არ წყდება. მის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიქცია დაეჭვება საკუთარ თავში. არის იმპულსი, რომ მე არც თუ ისე კარგი ვარ, იმიტომ რომ შენიშვნები და კრიტიკა დაწუნებას ნიშნავს რა, უარყოფას, დაწუნებას, არ ვარ გიხარ, რაღაცა ვერ ხარ ისეთი როგორც საჭიროა. ისინიც კი, ვინც ახალგაზრდობაში წარმატებით ებრძოდნენ მათ პატივმოყვარული ცდელობებისა და სწრაფების გამო, მაინც აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ტრავმირებულნი ასეთი ბავშვები მშობელთა მხრიდან გაგების არარსებობის გამო. თუ ქალი ცხოვრობს იმ შეგრძნებით, რომ ის არ შეესაბამება თავისი მამის იდეალს, ის მერყეობს და არ შეუძლია მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება, როცა მის ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება. მისი მიღწევები იმაზე მცირეა, რაც რეალურად მას შეუძლია. ანუ დათრგუნულია, ითრგუნება. და თუ მამამ არ მოიწონა, მაშინ ბიჭებიც ვერ მოიწონებენ. ანუ მომავალი მისი ურთიერთობა სატრფოსთან პირდაპირ არის განსაზღვრული და დეტერმინირებული მამის ამ მოქმედებებით რა. ამიტომ ეს მამებმა განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ რა. გარეგნულად ვითომ არა მაგება მომენტ გამარჯვება, მაგრამ იმაში დარჩა რაღაც. იმაში დარჩა რა თქმა უნდა. კი, ის შენ ხო შეგებრძოლა დაუშვათ და კონკურენტული ტიპია, ბრძოლის ტიპია, თავის გატანის და დამკვიდრების არის, მაგრამ ეს გავლენები ხო არის, რომ აი, დაწუნებას უკეთებ, შენ ეუბნები რომ არ ვარგა. ხო, არ ვარგა, ეს არ მომწონხარ რა, არ არის კაი და მე აქ ეს განსტა რომ ის კარგი არ არის. ხო, და ეს მე ბიჭებთან ავლენს მე ასე რა, შინაგანად ეს დანალექი რაღაცები, რომ ის კარგი არ არის, საკმარისად კარგი არ არის, ძალიან სერიოზულ პრობლემებს უჩენს, იმიტომ რომ მე მამაკაცი რომელიც ჩდება მის ცხოვრებაში, ეს რაღაც შინაგანად ასხივებს ამას ქვეცნობიერ დონეზე, რომ მე სათანადოდ კარგი არა ვარ, გადაეცემა იმ ადამიანის ქვეცნობიერს და ის რომელიც მოყვარულია მისი, შეყვარებულია, აღფრთოვანებულია მისი და ამ შემდეგ და უყვარს ხო, მასშიც იმარჯვებს ამ ქალის გოგონას აზრი, რომ ეს სათანადოდ კარგი არ არის. ანუ ამისთან მოვლენებს ადგილი აქვს ჩვენ ფსიქიკას ეს ახასიათებს და მე მიდის ის და ღალატობს ის კაცი, იმიტომ რომ ეს არ არის სათანადოდ კარგი და დაპროვოცირება ამ მოვლენის ხდება არა მარტო ამ ქალის მხრიდან, არამედ ამ ქალში მამის მხრიდან ჯერ კიდე როდის. ხვდებით ხო? ანუ ეს რაღაცა ის არის ცეპაჩკა თუ როგორ თქვა, ჯაჭვია რა, რომელიც მე ბოლოში ძალიან სულად ავლენს თავის თავს და ამის ცოდნა და გათვალისწინება მე ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა სიტყვით. ხო ასეა. ხო, იმიტომ რომ ნუ ხო რაღაცა ისეთ ნაბიჯები არ უნდა გადადგა, რაც მე გამოიწვევს რაღაც ვულკანს. შორს უნდა გავიხედოთ. კი, ცოდნა გვინდა. რეალურად მაინც ცოდნებია. ქალში პიროვნული დეფექტები ჩნდება იქ გოგონაში. სადაც ხო უპირატესობას ანიჭებენ ბიჭ-შვილებს. ეს ხო გამორჩეულია. განსაკუთრებულად ცოტა უხერხული არის, მაგრამ აი რაღაცა მეგრულ სამყაროს ახასიათებს ეგეთი რაღაცა სხვათა შორის. ტრადიციული ის არის, რომ ეგ უპირატესი არის ბიჭი რა. ხო და მთელი ოჯახი ბიჭზე მუშაობს და გოგო რაღაც მეორე ხარისხოვანია თითქოს რა. ეს ძალიან აშკარა არის ხოლმე და მე ხარ როგორც სპეციალისტ მქონია ეგეთი შემთხვევები და იქიდან გამომდინარე ვამბობ. მიმუშავია მაგ პრობლემებზე. და
ქალიშვილებისაგან მოელიან წმინდა ქალური ქცევების სტერეოტიპებს და არა აქ ამას ეს და რანაირად. ეს ის რო განსაზღვრულია, დეტერმინირებულია, განსაზღვრულია. უცდელობს რაღაცეები. კი, სწავლობს ეს ქალო გაფრანჯო რაღაცები, აშკარად მისი შინაგანად არ არის, მაგრამ უნდა რომ ესე გამოიყურებოდეს. ხო. შეიძლება რომ გამოიყურებოდეს. კი ბატონო, ზოგი დედა აკრიტიკებს თავის ქალიშვილ არტემიდას, რადგან ისინი სხვა მათთვის უცხო მიზნისკენ მიდიან. ანუ დედა რასაც არ აკურთხებს, ასე ვთქვათ. თუმცა ნეგატიური დამოკიდებულება დედის მხრიდან გაცილებით უფრო ნაკლები ზიანის მომტანია მისთვის, ვიდრე მამის მიერ წარმოებული კრიტიკა, რადგან არტემიდასათვის მამა დიდი ავტორიტეტია. და ზოგადად მამებს ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდებათ გოგონებთან, ქალიშვილებთან ურთიერთობაში ამ კუთხიდან, ამ თვალსაზრისით რა. არტემიდა თვლის, რომ მისი დედა სუსტი და პასიურია, ნახეთ წინასწარ წარმოდგენა როგორი აქვს. თუ მან გადაიტანა დეპრესიის პერიოდები დედამ ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს, ან თქვათ გაშორდა ქმარს, ადრეულ ასაკში გააჩინა შვილი, ქალიშვილი არტემიდა ამბობს, რომ ასე მშობელი მე ვარ მაგისი, ეგ კი არ არის დედა ჩემი, მე ვარ მაგის დედა. ნახე და ხედვა უარყოფითი აქვს დედის მიმართ დამოკიდებულება და როგორც სუსტს პატივს არ სცემს. ამ დედის სისუსტე განიცდის ქალიშვილი არტემიდასათვის მოაქვს ძლიერი სულიერი ტკივილი ამ ქალის სისუსტეს რა. იმიტომ რომ თვითონ ხო იდენტიფიცირებს თავის თავს მაინც დედასთან, ხო რა თუნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ ახლა ესეთი სუსტი დედა ყავს და არ უნდა რომ სუსტი იყოს და მისი სისუსტე ამას კიდე აპროვოცირებს ამაში რომ უფრო ძლიერი გახდეს ეს. თუ კი ასეთი ქალიშვილი ყოველთვის ცდილობს დედის შეცვლას, შეულებრივ ამ ცდილობებს წარმატება არ მოაქვს. მგონია შემთხვევა მაგალითად, როცა ქალიშვილი ვერ იტანდა დედას იმის გამო, რომ აი ამ კაცს, ანუ მამამისს გავყვაცოლად, მამამისი, რომელიც ტირანი იყო. ხო და აი როგორი დაპირისპირეთ 13 წლის ასაკში, აი ძალიან ძაფრი დაპირისპირება, სახლიდან გაიქცა საერთოდ. წავიდა, ქალაქიდან წავიდა, ნიჟო სახლიდან. ქალაქიდან წავიდა, სხვა ქალაქში ძლივ სადღაც იპოვეს რა. ხო და ეს აი ოჯახური ესეთი დამოკიდებულებების შედეგი იყო რა. და მისი ესეთი ბუნების. ქალღმერთი ქალწულის არქეტიპი ქალიშვილ არტემიდაში ძლიერდება სუსტი დედისადმი პატივისცემის ნაკლებობის შედეგად. ცდილობს რა რომ არ გავდეს დედას. ის თელი ძალებით ცდილობს მოიშოროს თავიდან საკუთარი ქალიშვილური მიჯაჭულობა, მალავს საკუთარ მოწყვლადობას და მისწრაფის დამოუკიდებლობისაკენ. როცა არტემიდა განიცდის დედისადმი პატივისცემის ნაკლებობას, რომელიც ზღუდავს მის ცხოვრებას ტრადიციული ქალური როლებით, ის მახეშია გაბმული. უარს ამბობს ამ ქალურობაზე ეგრე გამოდის. მაგრამ ქალურობა სისუსტესთან არის ასოცირებული მის ოჯახურ სცენარში ეგრეა, რაც აქ ნანახი. უარყოფს რა დედასთან იგივეობას, ის უარყოფს იმას, რაც მიჩნეულია ქალურ საწყისად. სირბილე, რაც არის და უნდა იყოს ხო ქალში, აღმქმელობა, ანუ კარგად რომ აღიქواس და მგრძნობიარე ბუნება, გათხოვებისკენ სწრაფვა და დედობისკენ სწრაფვა. და ის ზღავს ამაზე დასანანე განცდებით თავისი როგორც ქალის არა ადეკვატურობისა, როგორც ავლენს მერე თავის თავს. ხო არ არის დამღლელი. ქალებთან ურთიერთობა ცალკე არის განხილული რა. ქალი არტემიდა განიცდის მძაბრ ქალურ სოლიდარობის განცდას. თავად ქალღმერთის მსგავსად, რომელიც გარშემორტყმულია ნიმფა თანამგზავრებით, მისი ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქალებთან მეგობრული დამოკიდებულება. ეს მოდელი ქცევისა მომდინარეობს დაწყებითი სკოლიდან. საუკეთესო მეგობრებში არიან ისინი, ვისთანაც გაზიარებული აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. მომუშავე ქალი არტემიდები იოლად ერთიანდებიან მხარდამჭერ ჯგუფებში, სოლიდარობის ჯგუფებში, სხვადასხვა ქალურ ორგანიზაციებში, ქალები ამისთვის, ქალები იმისთვის, ხო არის ორგანიზაციები ათასნაირი. ახალგაზრდა
ქალები ზრუნვის ქალებისადმი ზრუნვის საზოგადოებაში ამა თუ იმ მოღვაწეობის სფეროში ეს ყველაფერი შესაძლებლობას აძლევს გამოხატოს თავისი არქეტიპი. აი რასაც თვითონ წარმოადგენს. თვით ინდივიდუალურობისადმი მიდრეკილნი რომ იყოს დამოუკიდებელი და გამორჩეული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისაგან თავის ამრიდებელი ქალი არტემიდები მზად არიან დაიცვან სხვა ქალების უფლებები. ჩვეულებრივ ეს არის შედეგი მათი დედასთან სიახლოვისა, რის წყალობითაც ისინი სავსე არიან ქალის ხვედრისადმი თანაგრძნობით. მათ დედების ახალგაზრდობა, მათ დედების თავისი ბუნებით უმეტესობას ქალი არტემიდებისა ახასიათებს საზოგადოებრივი მოღვაწეობისკენ მიდრეკილება, მამაკაცების თანატოლად მიაჩნიათ თავი, კონკურენციას უწევენ მათ, აცნობიერებენ რა, რომ მათთვის საზოგადოების მიერ მინიჭებული ქალური როლი მისთვის არ არის ბუნებრივი. აი ხო ძალიან ცუდია რა, აი თავისი რეალობიდან გადის, ხო, ქალური რეალობიდან. თავისი უნარების დაფარვა და მამაკაცებისათვის უპირატესობის მინიჭება ეს არის ეს თუ ხდება მას არ ახასიათებს მოკლედ. რა სექსუალურობის საკითხსაც შევეხოთ. ქალი არტემიდას თვით ქალღმერთის მსგავსად შეუძლია შეინარჩუნოს ქალწულობა. მისი სექსუალურობა განუვითარებელი და გამოუხატავი რჩება, თუმცა ჩვენს დროში ამგვარი რამ იშვიათია, უფრო სავარაუდოა, რომ ქალმა არტემიდამ სექსუალური გამოცდილება შეიძინოს თავგადასავლების მიდრეკილების შედეგად და ცნობის მოყარეობა და უკვლევები მას აინტერესებს რა. ხო, ქალი არტემიდების სექსუალურობა შეიძლება დაემსგავსოს ჩვეულებრივი მამაკაცის სექსუალურობას, ნახეთ რა საინტერესოა, რომელიც უპირატესობას თავის საქმიანობას ანიჭებს. მათთვის ორივესათვის ახლო ურთიერთობები მეორე ხარისხოვანია. ეს ცნობის მოყარეობის და ისეთი გამოკვლევის და გაცნობის ხასიათს ატარებს უფრო და პირველ ადგილზე ყოველთვის რჩება საქმე, კარიერა, შემოქმედება, რაღაც ეს. სექსი ამ შემთხვევაში უფრო გართობაა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვიდრე ფიზიკური გამოხატულება ემოციური სიახლოვის და აქეთკენ სწრაფვისა. ან ოჯახური მოვალეობის შესრულებისა, რაც თქვათ, ჰერას ახასიათებს, რომ ჰერას ამოცანაა რომ გათხოვდეს. ჰერა იბადება თუ არა გათხოვებაზე ფიქრობს, შეიძლება ასე ვთქვათ რა. და ყველაზე ბედნიერი არის, როცა აცვლია ეს პადარძლის სამოსელი, ასე ვთქვათ რა. აი ქორწილი არის მისი მწვერვალი დღესასწაული, ნუ გათხოვდა და ქმარი ყავს. და ქმარი, ანუ ცოლი, როგორც ცოლი, ეს არის გამართლება მისი პერსონის რა და ეს აქ არ არის. ამას არ აქვს ეგ მომენტი. ხო საინტერესო განსხვავებებია რა. და თუ ქალი არტემიდა ლესბოსელია, არ ვიცი შევეხოთ ამ თემას თუ არ შევეხოთ. ის ჩვეულებრივ შედის რომელიღაც ლესბოსურ ერთობაში, ჩვეულებრივ შედის, არ არის პრობლემა. ესეთი რაღაცა და ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური ქალი არტემიდებს ყავთ მეგობარი ქალები. ამასთან ლესბოსელმა არტემიდამ ნახე მამაკაცის მიმართ ხო ცოტა უფრო შეკავება აქვს და კონკურენცია აქვს, რაც არა აქვს ქალის მიმართ, ნახე, ქალთან ეხსნება უფრო რაღაცა ასე სიტუაცია რა. იქ რახან იკეტება და თვითონ კეტავს. ამასთან ლესბოსელმა არტემიდამ შეიძლება აღიქვას სქესობრივი სიახლოვე, როგორც ერთადერთი გამოვლენა მეგობრობისა. ანუ თუ ვართ ჩვენ ამ კავშირში, ნუ მაშინ მეგობრები ვართ. აქ ასე შეიძლება დადგეს საკითხი მასთან. ლესბოსელმა არტემიდამ შეიძლება თავისი მსგავსი საყვარელი იყოლიოს, მაგრამ გაიტაცოს ნიმფას ნაირმა, რბილმა, რაც მას აკლია, ხო? უფრო ქალურმა, ვიდრე თვითონაა.
ყველა შემთხვევაში ის გაურბის როგორც დესპოტური მშობლის მსგავსი თვისებების მქონე პარტნიორებს. ასევე ურთიერთობებს, რომლებშიც მშობლის როლში მოუწევდა ყოფნა მას თავად. ხო. ესე საინტერესო თემა, მე მგონი ხა ადამიანის მახასიათებელია და ყველგან არ არის ეს მითითებული, აქ არის. გათხოვება. საინტერესო თემა. ახალგაზრდობაში ქალი არტემიდას ფიქრები მთლიანად მიზონილია საქმიანობისკენ, იქით არის მიმართული. შორს არის გათხოვებისგან მისი ფიქრები. თუ ქალი არტემიდა მიმზიდველია, საზოგადოებაში ბევრი მამაკაც გარემოცვაში აღმოჩნდება ხოლმე. ის უპირატესობას ანიჭებს თავისუფალ ურთიერთობებს საქორწინო კავშირთან შედარებით. და შეიძლება გაუთხოვარი დარჩეს აქედან გამომდინარე. ანუ მაინდა ქორწინებაზე არ არის ორიენტირებული და იმიტომ თვითონ ბლოკავს ამას. როცა ის მაინც თხოვდება, მისი მეუღლე ხდება ხოლმე, მისი თანაკურსელი, კოლეგა ან კონკურენტი. ქორწინებაში ის თანასწორ უფლებიანობის დამცველია, აქაც ესე იგი ბარიკადებზეა. და როგორც ხშირად ხდება ჩვენს დროში, ინარჩუნებს თავის ქალიშვილობის გვარს. ძალიან მოსწონს ხელს რო აწევს თავის ქალიშვილობას და არ გადადის ქმრის გვარზე. ცოცხალი თავით. საინტერესო ის არის, ხო? შტრიხებია. და რაღაც პატარა შტრიხში ბევრი რამე ჩანს. ურთიერთობები კაცებთან. პირდაპირ არის პასუხი. ძმური. ძმური, მეგობრული. ქალღმერთი არტემიდას ყავს ტყუპი ძმა აპოლონი, მზის ღმერთი. ისინი ერთმანეთს ავსებენ. აპოლონის სამფლობელოებია ქალაქები, არტემიდასი კი პირველქმნელი ბუნება. კაცისა მზე, ქალის მთვარე. კაცისა შინაურ ცხოველთა ფარა, ქალის ველური ცხოველები. კაცი მუსიკის ღმერთი, ქალი გუნდის შთამაგონებელია, როცა მასში მღერის გუნდში. ესე იგი, როგორც ოლიმპიელი მეორე თაობის წარმომადგენელი, ანუ არა მამის, არამედ შვილის წარმოადგენს აპოლონი, უფრო შვილების თაობას მიეკუთვნება, ვიდრე მამისას. და ერთის მხრივ ის დაკავშირებულია რაციონალურ ცოდნასთან, გონებასთან. მეორეს მხრივ, როგორც წინასწარმეტყველთა ღმერთი, ირაციონალურია. ისევე როგორც მისი და არტემიდა. აპოლონი თავის თავში აერთიანებს ურთიერთსაპირისპირო თვისებებს. მათ შორის ფლობს ზოგიერთ თვისებებს საწინააღმდეგო სქესრომ ახასიათებს. ურთიერთობა არტემიდეს და აპოლონისა წარმოადგენს მოდელს, რომელსაც ხშირად ხვდებით ქალი არტემიდების ურთიერთობაში მამაკაცებთან, ასე ურთიერთობს სხვებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ან ქმრებთან. ქალ არტემიდას იზიდავს შემოქმედებითი პიროვნებები, გამოხატული ესთეტიური და მუსიკალური მიდრეკილებებით. მისი მამაკაცი შეიძლება იყოს მკურნალი ან ნებისმიერ სხვა სფეროში დაკავებული, რომელიც ეხმარება სხვებს. ქალ არტემიდებს არ მოსწონთ ბრძანებელი კაცები. ხოვის მოსწონს ტირანები, მაგრამ ეს მკვეთრად გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება. არც დედაშვილური სასიყვარულო ურთიერთობები აინტერესებთ. ისინი გაურბიან კაცებს, რომლებიც ცდილობენ ქალის ცხოვრების ცენტრად რო თავი აქციოს. კაც ხო უნდა რომ კაცი იყოს და მეფობდეს იქ და რაღაცა მთავარი იყოს. ესენი ვერძოვენ ერთად არ გამოსდით. ამ შემთხვევაში არტემიდა აპოლონის ურთიერთობები გულისხმობს მსგავს ინტერესებს. ორივე პარტნიორს შეუძლიათ იყვნენ სპორტსმენები ან მოგზაურები, მსგავსი საერთო გატაცებები არ ბილებენ შესაძლო განხეთქილებებს მათ შორის. თუკი ქალ არტემიდას არ შეუძლია გაიზიაროს თავის პარტნიორთან სიყვარული, სათხილამურო ლაშქრობებისას ან მოგზაურობებისას მას შეიძლება გააუქმდეს შეგრძნებები, რომ მათ სიახლოვეს არ ყოფნის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ესეთმა ტიპის ურთიერთობებმა კაცთან შეიძლება მიიყვანოს ქორწინებასთან, რომელშიც
მეგობრული ურთიერთობები უფრო სჭარბობს ვიდრე სქესობრივი ეროტიული. ასეთი ქორწინებაში პარტნიორები საუკეთესო მეგობრები არიან. ქალი არტემიდები ჰომოსექსუალზე შეიძლება გათხოვდეს. რადგან ყველაზე მეტად აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს და მოქმედების სრულ თავისუფლებას, რომელსაც ასეთ შემთხვევებში პარტნიორები ანიჭებენ ერთმანეთს. ანუ შენ იყავი თავისუფალი, მე არ ვერევი შენ საქმეში, მე კიდე შენი არ მაინტერესებს რაღაცა და ხომ მეგობრები ვართ ჩვენ და უკვე სტატუსი რო იქ არის, გამომძიებული საყვარელი რომ იმას ყვარილობა და მე ერთად რო იზიარებ. ხო, ალბათ არ ვიცი. და ქალი არტემიდა შეუძლია შეინარჩუნოს მეგობრობა ყოფილ ქმართან, რომელმაც უარყო დაძმის ტიპის ქორწინება, ცხადია ხა იგი როგორი ის არის გასაძლები და შეიყვარა ქალი სრულიად სხვა წყობისა. ანუ ის წავიდა ამისგან, არა აქვს ამას ცუდი ურთიერთობა. არტემიდამ ქორწინებაში სქესობრივი დაკმაყოფილება რომ მოიპოვოს, აუცილებელია რომ ქალღმერთი აფროდიტას გავლენები შემოიჭრას მასთან. ანუ იქიდან უნდა დაისესხოს რაღაც ენერგეტიკა ქალურობისა. ამისათვის რომ მისი ქორწინება იყოს სტაბილური, მასში უნდა გაიღვიძოს ჰერამ, ანუ ცოლმა. ეს ხო მეგობარია, ცოლი არ არის, მეგობარია უფრო ვიდრე ცოლი. ამ ორი ქალღმერთის გარეშე უპირატეს ადგილს დაიჭერს ურთიერთობები დაძმური ტიპისა. მეორე სქემა სასიყვარულო ურთიერთობებისა ქალი არტემიდასი ისეთი კაცებით გატაცებაა, რომელიც მისი მასწავლებლის როლში გამოვა. ეს არის ადამიანი, რომელთანაც ქალი სტუმრად მიდის. ის ასწავლის მას იყოს სხვების მიმართ ყურადღებიანი და აღქმელი საკუთარი შეგრძნებებისა და ჩვეულებრივ სწორედ ის არის შთამაგონებელი, რომ მათ შვილი იყოლიონ. აქ ასაკობრივი სხვაობაც იგულისხმება, რომ შეიძლება იყოს დიდი მასალებლის, ასე ვთქვათ, როლს რო შეესაბამება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ქალი არტემიდა ურთიერთობებში ახლო მამაკაცთან აღადგენს თავის ადრეულ ბავშვურ კონფლიქტებს მამასთან, რაც წეგან მე უკვე აღვნიშნე, ხო? გაიმეორებს იმ სცენარებს, რაც მამასთან ჰქონდა. ამასთან ის იღებს დამამცირებელ კრიტიკას, თქვათ, პარტნიორისაგან, რომელიც არ იზიარებს მის მისწრაფებებს. ზუსტად ასევე მამასთან კონფლიქტის სიტუაციებში ის გრძნობდა ამ წყენას და უარყოფას და უარს ამბობდა მორჩილებაზე და აგრძელებს იმის კეთებას, რაც საჭიროდ მიაჩნია აქაც ქმართან. თუ კი ის იგრძნობს თავს გატეხილად, ბოლოს და ბოლოს მიესადაგება პარტნიორს რის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ის. ანუ ესე იგი ეს რაღაცა განსაკუთრებული გატეხილობის შედეგად შეიძლება მოხდეს რაღაცნაირი დამორჩილება მისი. არტემიდას და ხუნი რომ თუ დამნაშავედ იგრძნოთ, თავი მხოლოდ მაშინ დამორჩილდება, აი რაღაც სინდისის ქეჯნის საფუძველზე შეიძლება რაღაც გაყვეს. ხო, აი გაჩნია, ხო, ძალიან რთული თემაა რა, ვისთან როგორ. არტემიდას და ორიონის მითის შესაბამისად, ქალ არტემიდას შეუძლია შეიყვაროს ძლიერი მამაკაცი. თუმცა მათი ურთიერთობები იქნება გამშვალული შეჯიბრის სულით. თუ ის კაცი მიაღწევს აღიარებას საზოგადოების მხრიდან, ეხლა ძალიან საინტერესო თემაზე გადავდივართ რა. საზოგადოების მხრიდან მას ექნება შური ქალს, თავისი ქმრის შურს, მისი წარმატებების. და შეიძლება იპოვოს გზა მისი დამცირებისა, ან პირიქით მას მოსვენებას არ მისცემს კაცის წარმატებები და სხვა შემთხვევებშიც შეჯიბრებითობა დამღუპელია მათი სიყვარულისათვის. თუ კი პარტნიორები აღიქვავენ თავიანთ ურთიერთობების როგორც შეჯიბრს, ნებისმიერ თვით სახუმარო გამოწვევითაც კი აღიქმება სრულიად სერიოზულად რა. კაცი, რომელიც თვლის, რომ არტემიდა მისი ტიპის ქალია, ხშირად ხედავს მასში მონათესავე სულს და ისე ეპყრობა მას
რომ თითქოს ის მისი ქალური კოპიოა. ეხლა მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც ეხლა თითქოს ნელა წარმოსადგენია, რომ რანაირად შეიძლება რომ შეშურდეს ხო თამისი ქმარია ხო? ხო წარმოუდგენელია, მაგრამ არ არის წარმოუდგენელი ამ შემთხვევაში და არ ვიცი ხა რამდენად მისაღებია რაღაც ჩემი პრაქტიკიდან რაღაც მაგალითი რომ მოვიყვანო. იყო ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი, ჩვენ დავარსეთ პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, ამას ფაქტიურად ძალიან დიდი დრო დაუთმეთ და იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მე ვიმუშავე ბენეფიციართან წელიწად ნახევრის განმავლობაში, აბსოლუტურად სუფთა იყო ეს კაცი, არაფერს არ მოიხმარა და ძალიან პატიოსნად მიდიოდა ეს პროცესი მისი სრული რეაბილიტაციის. რაღაცა ეკლესიური მიმართულებითაც საკმაოდ კარგად ჩავრთე, ესე იგი აი ამ რაღაც სულიერ მიმართულებებს. არანაირად. არ მინდა ყველაფრის თქმა, იქ კომპეტენცია არ იყო იმ დონეზე, როგორც საჭირო იყო და არა, იქ არ ვიყავით. ერთმა დამიფაროს. ხო და ისე რა ქვია. მოკლედ როდესაც მე ჩავთვალე რომ ეს კაცი უკვე სუფთაა და ამის გაშვება შეიძლება ხო წელიწად ნახევარად პატარა დრო ხო არ არის. ხო? ისეთი დროა რომ კარგად იყავი ძმაო, დამთავრდა შენი პროცესი და რაღაც, მაგრამ ნახე ვერ გავითვალისწინე მე მისი ცოლის სუბიექტური ფაქტორი, პიროვნული. თუნდაც არქეტიპული. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ წავედით მოსალოდნელად ბეთანიაში და მთელი ხალხი მივდივართ და რაღაცა, იქაც რაღაცა ისეთი ფრაზები თქვა და ისეთი რაღაცები უთხრა, რომ აი რაღაცა გაგირეცხე რაღაცა და იქ რაღაცა ნახე, თითქოს ნარკოტიკზე ქონდა მინიშნებები და არა და ეს კაცი აბსოლუტურად სუფთა იყო. მაგრამ რაღაცნაირად მაინც რაღაც რო უნდა რომ დარტყმად ზიანი მიაყენოს რა. და ის გაკვირვებული უყურებდა რა და არა ვთქვი არაფერი მსგავსი არ მომხდარაო და როდესაც უკვე ესე იგი წავიდა ჩვენგან მოხდა ის რომ მთლიანად ეს ძალაუფლება ხელში აიღო მისმა მეუღლემ როგორი სტილის ურთიერთობების მანამდე იყო როცა ეს კაცი მომხმარებელი იყო თელი ცხოვრება ისევ იმ კალაპოტში აღმოაჩინა და მე მოვიდა ჩემთან ნათესავი და იმ ნათესავმა მითხრა რომ ეგეთი ბუნების ქალიაო რა მაგას უფრო მოწონსო რომ ესო კაციო დამოკიდებული იყოსო რომ თვითონ აქო უპირატესობაო რა ვერხი ეს მითხრა ეგ სიტყვა ანუ მასა აქო რა და ასე ვთქვათ ის ფლობს იქ და ის არის აი დანაშაულის ნობა რო ახსენეთ ხო ანუ რჩევნია ეს დამნაშავე იყოს და ყავდეს ამ მდგომარეობაში არ არის რაღაც აბსურდი მაგრამ ეს ბუნებაა ადამიანის და თუ არიცი, რა თქმა უნდა, ამას ეს ბოროტებაა ხო, მაგრამ ნუ ახლა ეს აი ამ კონკურენციაზე ვსაუბრობ ჩვენ, აი შური, რატო უნდა აღეძრას შური, კარგადაა ყველაფერი, არა, ცუდად თუ იქნება, მაშინ არის კარგად. აი როგორ ეგუება დამარცხებას. აი ეს შეჯიბრი რაც ახლა ცოლის დაკვრის, მე პირადი გამოცდილება მაცხებს აი კიდე ძალიან უჭირს დამარცხება. დამარცხება, საბოლოო დამარცხება გავიდა 7 თვე, 8 თვე ერთი. შურის მაძიებელია ძალიან სერიოზული. ხوارი აი ვიღაცას ის ახასიათებს, ვიღაცას ეს ახასიათებს. ამას ახასიათებს სერიოზული შურის ძიება. აუ, ძალიან სერიოზული. სამყაროს ყოფს ორად, თეთრად და შავად, ადამიანებს საზიზღრებად და კეთილშობილებად, ასეა. ანუ რაღაცა შუალედი რო არა აქვს და თუ ჩათვალა რომ всё, ეს მტერია რაგნარო და დამთავრებულია იქ საქმე. არა, ეგ არ უნდა ჩათვალოს, არა, მაგრამ არ უნდა ჩათვალოს. არ უნდა ჩათვალოს. თუ ჩათვალა მაგას ვიძახი რომ ანუ ამ უკიდურესობებისკენ აქვს ტენდენციები რა. ანიქით არის, ანაკეთ არის და ეს სამეუფლო ოქროს შუალედს რო ეძახი ჩვენ ძალიან კარგია მაგ მიმართულებით რომ იმუშაოს ვინმე ამ შემთხვევაში მანდ ან თქვენ ან რა ვიცი შესაძლებელია ხო მაგ ოქროს შუალედს შესაძლებელი არაფერი არ არის მაგრამ ამასთან ჭირს ამ ტიპაჟებზე არის საუბარი მაშინ როდესაც არ არის ესე იგი ეს გათხოვება მისთვის ორგანული მოვლენა და რო არის შენთან ისედაც არ არის ამ მთელი თავისი ქალური არსით გამიგე და არ არის იქ ის იმ დონის სიყვარული რაც უნდა იყოს წესით
როგორიც არის თქვა სხვა ქალების შემთხვევაში რა, როცა ქალი უფრო გზნობიარია, გაცილებით უფრო მეტად ქალურია და ორიენტირებულია თვითონ, თუნდაც ჰერა რო ახსენეთ, ხო? იქ პირიქით არის ჰერა იტანს და ითმენს ყველაფერს ქმრისგან. შვილებმაც იცის, რომ პირველი არის მამაკაცი. ანუ საჭმელიც რო უნდა გადაიღონ და ქალი გააკეთებს ამას, პირველი მამაკაც თავის ქმარს მიართმევს, ყველაზე გამორჩეულ და საუკეთესო ნაჭრებს, ასე ვთქვა და მერია შვილები. ანუ იქ რაღაცა ეს იერარქია დაცულია, უპირატესი მამაკაცია ქალის მხრიდან და აქ პირიქით გვაქვს. აქ არ არის ეს კაცი ამ დონეზე დანახული, ხვდები ხო? ეს საერთოდ ხშირად გაუთხოვარი რჩება ესეთი ტიპის ქალი და თუ გათხოვდა, ანუ ამ კონკურენციაშია და ესეთი იმაშია. პატარა ასაკში როგორ უნდა მიუდგეს მამა? აი მიუდგეს პატარა ასაკში. ყველა შემთხვევაში მამა უნდა იყოს, ესე იგი, თავისი ქალიშვილისთვის წყარო სიკეთისა, სიყვარულისა, ქებისა, მოწონებისა და წახალისებისა სწორი სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც შენ იღებ შვილს, ისეც როგორიც არის და ის შეიძლება ან ესეთი იყოს, ან ისეთი ხო მილიონია ვარიანტი ხო, ჩვენ განვიხილავთ ალბათ მაგას, მე მომავალში ხო ყველაფერს ასმოვსრებ დღეს. მე გიღებ შენი ნაკლით ისეთ როგორიც ხარ, მაგრამ მე ამ ნაკლზე დიდად აქცენტს კი არ ვაკეთებ. მე აქცენტებს ვაკეთებ იმაზე, რაც დადებითი გაქვს შენ. და როდესაც მე ამ დადებითზე ვაკეთებ აქცენტს და გეუბნები რომ მიყვარ ხარ და უძვირფასესი ხარ და რა ვიცი, მოკლედ სადღაც აკყავს რაღაც დიდ სიმაღლეზე, მხოლოდ სიყვარულის პირობებით შეიძლება მოახდინო გავლენა სასიკეთო მისი ნაკლის აღმოფხრის მიმართულებით. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენიშვნები არ მუშაობს, დაწუნება არ მუშაობს, მუშაობს ოღონდ უარყოფით შედეგებზე გავდივართ და ცვლილებები ხდება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. სხვა ენერგეტიკა მაგის გამომწვევი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ქალი არტემიდათი გატაცება იმითაა განპირობებული, რომ კაცი აღიქვავს მას თავის ტოლად, მასთან თავს ბუნებრივად გრძნობს. ხო, ძლიერი და დამოუკიდებელი მოთამაშეა, ასე ვთქვათ, ხო? და ამიტომ ესე ტოლად აღიქვავსო და უყურებს როგორც მოკავშირეს მისი ცხოვრებისეულ მიზნებს, რომ იზიარებს. უფრო სუსტ კაცებს იზიდავს მისი სულის ძალა და დამოუკიდებლობა. ქალი თუ ძლიერია, კაცი სუსტია. თუ ნაწყობს მე ხო, აი შევხედოთ, ეხლა ვიტყვით მაგაზე. აღთოვანდებიან მისით, რადგან ის ფლობს ისეთ არაქალურ თვისებებს, ანუ მამაკაცურს, ხო? როგორიც არის შეუდრეკელი ნება, ნებელობა, სიმტკიცე, მიუდგომელობა. მესამე ტიპი კაცებისა მიელთვის არტემიდას სიწმინდეს, მის სიბრძნეს და ერთიანობას პირველ ქმნილ ბუნებასთან, საწყისისეულ ქალურ ბუნებასთან. ასეთი კაცები არიან მშვენიერი ყმაწვილი იპოლიტის განმასახიერებლები, რომელმაც არტემიდას უძღვნეს თავი და აღუთქვეს ქალწულება. წარმოიდგინე. კი, მისი უბიწობა იმდენად შეურაცხყოფს სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტას, რომ ის გამოუშვებს ტრაგიკული მოვლენების მთელ ზვავს ამის ცხოვრებაში. ისეთ კაცებს, რომლებიც გატაცებულნი არიან არტემიდასნაირი ქალების უბიწოებით, ეჩოთირებათ უხეში სექსუალურობა მასთან რო განახორციელონ იპოლიტის მსგავსად და მათაც შეუძლიათ მთელი ცხოვრება თავს ყმაწვილად გრძნობდნენ და დარჩნენ ქალწულებად. ახლა მე მქონია ეგეთი პრაქტიკა, რომ აცოლქმარი არიან და ნუ არა აქვთ რა ურთიერთობა რა. და წლებია რა აქვთ. ხო, ჩვენ პრაქტიკებზე ვერ ვყვებით, ისეთი პრაქტიკები მქონია. კი, არა, ვერ ყვებით. ხო, რა კი ბატონო. ახლა ჩვენ გვარსა და სახელებს არ ვამბობთ, თორე ამეთი ახლა სტუდენტებს ვასწავლით ჩვენ, ხო? აბა სტუდენტს რაზე უნდა ასწავლო, ხო? იმ გამოცდილებაზე ასწავლი, ხო? რაც შენ მიღებული გა, ხო? ახლა კომპეტენციალურობა დაცულია, მაგრამ თემა შეიძლება გამოიყენო. ხო, თემა შეიძლება ახლა იქ ყველაფერს ნამდვილად არ ამბობ, რომ დაუშვათ ვიღაცა რაღაცას მიხვდეს, ხო? ახლა ღმერთთან დაიფაროს ეგ ნამდვილად. ეგ ისე გვაქვს დაცული ჩვენც მამაო, როგორც თქვენ. ასე ვთქვათ რა. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, თავისთავად. ეხლა ესე იგი შუახნის ასაკი გვინდა თუ არ გვინდა?
ესე იგი, ქალი, რომელიც არტემიდას არქეტიპს ატარებს და არა აქვს სხვა ქალღმერთების თვისებები, აი მარტო ეს არის გამოკვეთილი არტემიდა. 35-45 წლის ასაკში უკვე კრიზისში შედის. შენ ხო თავიდან ვახსენეთ, რომ ის უკვე შედის პრობლემაში საკუთარ თავთან, რა, სხვებთანაც, მაგრამ საკუთარ თავთან აქვს პრობლემები. არტემიდა არის შესაფერისი სიმბოლო ენერგიული მეოცნებე დიდ მიღწევებზე და მიზანმიმართული ქალისა. თუმცა იმის მიხედვით თუ როგორ მიდიან წლები, ქალი არტემიდა ამშვენებს, რომ მისი ცხოვრების რუკაზე სულ უფრო თეთრი ლაქებია მეტად. მათ ან უკვე მიაღწიეს წარმატებას ასახული მიზნების მიღწევაში, ან წარუმატებლობა განიცადეს და არაფერი შეიძლება შეიცვალოს მათ ცხოვრებაში, ამას ხედავენ რა. და მაშინ ის მიმართავს თავის შინაგან სიღრმეებს. აქ მას უკვე ამოძრავებს უფრო არტემიდა მთვარის ქალღმერთი ჩაღრმავების საკუთარ თავში, ვიდრე ნადირობის ქალღმერთი, გარეთ ორიენტირებული, გარე სამყაროზე. მენოპაუზის პერიოდში აქამდე ექსტრავერტული ქალი არტემიდა ღრმავდება მოგონებებში და აღმოჩნდება წარსულის აჩრდილების პირისპირ. მაშინ იღვიძებს ის გრძნობები და სურვილები, რომელსაც ის აქამდე თავის თავში აიგნორებდა. ასეთი ჩაღრმავებული გულისხმიერება თავის თავში ახასიათებს მოხუც ჰეკატეს, მთვარის ბნელი მხარეს ქალღმერთისას. ფსიქოლოგიური პრობლემები. ქალღმერთი არტემიდას მსგავსი ქალები, თვითონ ეს ქალღმერთი ხო ნიმფების გარემოცვაში დახეტიალობდა და თვლიდა რომ ესე იგი აკეთებდა იმას, რაც მოსწონდა. სხვა ქალღმერთებისგან განსხვავებით არტემიდას არასოდეს უტანჯია. ტანჯვის გამოცდილება ხო ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანში. და პირიქით არც ერთი მათგანი, ვინც ის ოდესმე შეურაცხო ან ემუქრებოდა მის ფარველობაში ყოფ არსებას, ვერ შეძლო გაქცეოდა მის სასჯელს. ამის მიხედვით თუ ქალი არტემიდა რამენაირ პრობლემებს შეეჯახება, ზარალდება არა ის, არამედ მისი მოწინააღმდეგე. ქალი არტემიდა იღებს კმაყოფილებას თუ შეუძლია თავისი კოლოსალური ენერგია ჩადოს სამუშაოში, რასაც მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის კმაყოფილდება ცვლილებებით თუ მასზე არ მძლავროს ჰერას ან დემეტრას არქეტიპები. არტემიდასთან გაიგივება აფორმირებს ძლიერ ქალურ ხასიათს. ქალ არტემიდას გამომუშავდება მოთხოვნა მიიღოს გამოწვევა და იყოს ჩართული მისთვის მნიშვნელოვან საქმეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ვერ პოულობს საშუალებას თვითრეალიზაციისათვის, კარგად ნიადაგს ფეხქვეშ და საბოლოოდ ვარდება დეპრესიაში. ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ბევრი ქალი არტემიდა მეორე მსოფლიო ომის დროს შვილების გაჩენის ბუმის წლებში, როცა ისინი წარუმატებლად ცდილობდნენ შესაბამოდნენ მათ განკარგულებაში არსებულ ტიპიურ ქალურ როლებს. ხო ეს ხო მათი ნამდვილად არ არის ეს დედობა და რაღაცა და მოღეძულებული იყო ეს ანეხორციელებინა და უკვე მძიმე რეალობების წინაშე აღმოჩნდნენ. თუ ჩვენ გავიხსენებთ რამდენად დამანგრეველი იყო არტემიდას ძალა მიმართული მისი მტრების მიმართ, ჩვენ არ გაგვაკვირებს რომ არაცნობიერი გაიგივება ამ ქალღმერთთან შეიძლება გამოიხატებოდეს ქმედებებში, რომელსაც მოაქვს ზიანი და ტკივილს აყენებს სხვა ადამიანებს. ეხლა აი ზიზღი სუსტების მიმართ, რაც მას გააჩნია. კაცი საინტერესოა ქალი არტემიდასათვის მხოლოდ მანამდე, ძალიან საინტერესო თემაზე გადავდივართ, სანამ ის განიცდის ნადირობის მოთხოვნას. ეს ხო მონადირეა. თუ კაცი ესწრაფის ღრმა ემოციურ ურთიერთობებს და ფიქრობს ქორწინებაზე, აი მაშინ ცუდად არის საქმე. აი ამ მონადირის თემა გვერდზე გადადის, ქალი არტემიდა კარგავს მისდამი ინტერესს და თუ ის ამჟღავნებს სისუსტეს, მამაკაცი, ანუ გზნობელობას, სიყვარულს, მის სურვილს, მაშინ ქალი იწყებს მის მიმართ ზიზღის გამოვლენას. წარმოიდგინე აბსურდია, ხო? ანუ რაც უფრო მეტად ანვითარებს კაცი სიყვარულს ქალის მიმართ, ქალისგან იღებს ზიზღს და დაპირისპირებას. ხო, ანუ ვერ იტანს.
ხო და ეხლა არ გეგონოთ რომ ეს რაღაცა დაწერილი რაღაცა სადღაც ვიღაცაზე და ქალღმერთებს უკავშირდება რეალურ ცხოვრებაში კი არიან ეგეთი რამდენიც გაგეხარდება არიან ეგეთი ქალები რომელსაც მაგალითად ჩემთვის უთქვათ რომ ან ეს ურთიერთობაში ამ სისუსტეს თუ დაინახავს სურვილი უჩნდა პირდაპირ ეს სიტყვა აქვს ნათქვამი არც ეხა ღირს ამის თქმა თუ არა რო არ დავაჩმორო არ შემილია ეს კაცი აი პირდაპირი განცხადება ესეთი და აი მართლა ვერ იტანს ამას არ თამაშობენ რეალურად ესია ხო სოთქმარი შორდებოდა კვარც წრეები წამოვიდა ეს ქალია როტი ისო უფრო მინდა რომ ესე ფეხი მარტყა და საერთოდ გადავადო კიდევიდან თუ ქალურობას ვერ იტანს რომ მას არ აქვს მასში არის მამაკაცური კი ბატონო არტემიდისეულია შემდეგ მისი სასიყვარულო ურთიერთობები შემოისაზღვრება რომანებით რომლებშიც ყველაფერი კარგად მიდის მანამ სანამ კაცი ინარჩუნებს გარკვეულ ემოციურ დისტანციას აი დისტანცირებული ურთიერთობაში მიდის რა ასე თქვა საქმე მაგრამ ეს ახასიათებს ქალებს ქვეცნობიერად თავს რო აიგივებენ ერთად-ერთად თავისთვის როგორც წეგან აღნიშნეთ ქალღმერთ ქალწულად და უარმყოფელად საკუთარი მოწყვლადობისა და მოთხოვნილებისა ახლობელი კაცისა დმი რომ შეიცვალონ მათ სჭირდებათ თავისთვის აღმოაჩინონ ეხლა ესე ხო არ უნდა დარჩენ ასეთი რაღაც ხო უნდა მოხდეს ცვლილება მათ ცხოვრებაში უნდა აღმოაჩინონ სიყვარულისა და ნდობის ფასეულობა რომ რამხელა მნიშვნელოვანია ეს რომ უყვარს ადამიანს სხვა ადამიანი რამდენად მნიშვნელოვანია რომ ენდობი გენდობა ხო კაცის შეხედულებით ასეთი ქალები ამას აგონებენ ქალთევზას მშვენიერს ამავე დროს ცივსა და უგრძნობელს იუნგიანელი არის ესეთი ესთერ ხარდინგი ის ამბობს რომ მთვარის სიცივე და უგუნურობა მთვარის ქალღმერთისა ქალის ნატურის ამ ასპექტის სიმბოლოა მიუხედავად სითბოს არქონისა და გულციობისა და ნაწილობრივ შესაძლოა ქალის ამ სულერთიაობის გამო მისი უპიროვნო ეროტიზმი იზიდავდეს მამაკაცებს. აი, ხო ნახეთ როგორი აბსურდია. ქალი არტემიდა შეიძლება იყოს მკაცრი მისი მოყვარული მამაკაცის მიმართ. თუ ის მისით აღარ ინტერესდება, ამ შემთხვევაში ის ისე ექცევა კაცებს, როგორც თითქოს და რაღაცა აი თავს რომ მოახვევ რაღაცას აი ესეთ შემთხვევაში და რაღაც თავსმოყვეული ურთიერთობის შემთხვევაში. ესე იგი, ეხა დამანგრეველი მრისხანება ახასიათებს კიდე ამ ქალ არტემიდას. მაგალითად აი ნახეთ სიმბოლიზირდება მისდამი მეზღრელ მოუთვინიერებელ კალიდონურ ტახთან. აი ტახის მსგავსია მითების თანახმად. ტახის თვალები სისხლითა და ცეცხლით ელავდა. არტემიდას გაბრაზება ჩამორჩება მხოლოდ ჰერას მრისხანებას. ხო, თუმცა მრისხანების მიმართულება ამ შემთხვევაში, ამ ქალღმერთებში და მიზეზები განსხვავებულია. ქალი ჰერა თავს ესხმის სხვა ქალს. აი მაგალითად ქმარი ღალატობს, ხო? და ის ქმარს კი არ ეჩხუბება და ქმარს კი არ ბრაზდება. ბრაზდება იმ ქალზე, რომელიც ამასთან იყო. ხო და არა მარტო იმ ქალზე, იმის შვილებზე შეიძლება ანთქვიოს ეს ყველა. ხო, კი, ეს ამას არ კარგავს. ხო და ამის ახლა საშიშროების მიზეზი ვინც გააჩინა დაკარგვისა, აი იმას ატეხავს თავზე. არტემიდას მხრივ კიდე ეს მიმართული არის კონკრეტული კაცის მიმართ, ან ზოგადად კაცების მიმართ ეს მრისხანება, როცა ისინი არ გამოხატავენ საკმარის პატივისცემას მის მიმართ. ამ წარმოიდგინე, როცა გამოხატავენ ინტერესს, სიყვარულს, მაშინაც ბრაზდება და გიждდება და ებრძვის და როდესაც კაცი შეანელებს ამას, მაშინაც იგივე რეაქცია აქვს. არტემიდას მრისხანების შეჩერება შესაძლებელია იმგვარად, რომ არტემიდამ უნდა
შეხედოს თვალებში საკუთარ დესტრუქციულობას და დაინახოს მასში ის ასპექტი თავისა, რომელთანაც საჭიროა შებრძოლება, ანუ დამუშავება რა. ამისთვის საჭიროა გაბედულება, ხალხმა არტემიდამ უნდა დაინახოს, რამდენი ბოროტება მიაყენა მან საკუთარ თავს და სხვებსაც. კეთილი უნდა აკეთოს რაღაცა უცებო გამოერკვევა და დაანგრიო. კი, დაშალა მოს. კი, აბარა. კი. მხოლოდ მაშინ გაიგებს, რამდენად მოჩვენებითი იყო მისი წარმოდგენა საკუთარ უმციკლოებაზე და სიძლიერეზე. სიმდაბლე არის გაკვეთილი, რომელიც მას ადამიანურობაში აბრუნებს. მას უწევს აღიაროს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ქალია, ყველა მისთვის დამახასიათებელი ნაკლით და არა შურის მაძიებელი ქალღმერთი ნებისმიერ შეცდომაზე პასუხს აგებინებს. ეხლა მას ახასიათებს კიდე ესეთი ფაქტორი მიუწვდომლობა. ხო არის რაღაც მისაწვდომია, ეს არა. არტემიდას დაერქვა მიუწვდომელი მისთვის ბოლომდე ჩაფლული რომ არის თავის მიზნებში და ამის გამო ვერ ამჩნევს სხვათა გზნობებს. აქეთ ორიენტირებული არ არის ამაზე. და დაამახასიათებელია მისთვის ამ გარშემომყოფებისგან ემოციური დისტანცირება. მისი გულგრილობა ადამიანების მიმართ, რომელიც მასზე ზრუნავენ, იწვევს მათ უსარგებლობის და უარყოფის გზნობას, ხო, რომ ესე იგი მე არ ვარგივარ, როგორც წეგან თქვი, ხო? ყურადღებას ვერ იღებენ მისგან. ეს მათ აღაშფოთებს და ცხადია ტკივილს აყენებს. ქალმა არტემიდამ უნდა ისწავლოს ყური დაუგდოს და მოусმინოს. იმას, რასაც მას სხვები ეუნებიან. ეს ხო არ უსმენს ძირითადად, არა? მთელი პრობლემა ხო მაგაშია. რომ ეს არის თვითონ თავის ნათქვამა, თვითონ როგორც უნდა. ძებნი რომანი რო არის, სუსული იქ არის, სულ გაუხურებს თანამშრომელი და მე ეს ვიხდება რომ რაღაცა შეუძლია შეყვარება. კი, თავის მხრივ საუკეთესო რაც მათ შეუძლიათ გაუკეთონ, მას საპასუხოდ არის ლოდინი. სანამ არ მოსწყინდება ის ბოდიში სანამ არ მოსწყდება უკაცრავად მისთვის მნიშვნელოვან საქმეებს და გადართავს გადაერთება თავის ყურადღებით აი ამ რაღაცებზე რაც მნიშვნელოვანია და უკვე პრობლემებს აჩენს. თუ არტემიდას ემოციური განშორებულობა გამოწვეულია საქმეში ღრმად ჩართულობისაგან, მას გულწრფელი სურვილი დაეხმარება შეინარჩუნოს ურთიერთობები ახლობლებთან. ამ შემთხვევაში აი ამ გაქრობის შემდეგ ის თილობს რომ ისევ გაჩნდეს. ანუ ხო გამქრალია, მიუწვდომელია. ეხა ის დაუნდობლობა მინდა რაც წეგან მე თქვი ორი სიტყვით. აი აქ ვისაუბროთ მაგ თემაზე. არტემიდა დაუნდობელია და შურის მაძიებელია. ეს გამოარჩევს სხვა ტიპის ქალებისაგან. არა აქვს სურვილი აპატიოს მიყენებული წყენები და ბოროტება. ხო, ერთგულია მეგობრობისა. ხო, ეს აღნიშნეთ ჩვენ, ხო, თუნდაც იქალებთან მიმართებაშიც რო ავლენს ამას და ძლიერი ნებელობა აქვს და უნარი დაიცვა საკუთარი აზრი. ახასიათებს აქტიური მოქმედებები, თუმცა მისი დაუნდობლობა შეიძლება იყოს ძალიან საშინელი. საკმარისად გავიხსენოთ ყველა 12 შვილი ნიობელისა, რომ იყვნენ მოკლულნი, რათა მას აღარ შეძლებოდა თავი მოეწონებინა ზაფხულის წინაშე. თანაგრძნობის არ ქონა. იმის შედეგია, რომ ქალი არტემიდა ხშირად ზედმეტად კატეგორიულია თავის შეფასებებში. და როგორც ახლა მოგახსენეთ, ის ყოფს სამყაროს შავ და თეთრ მხარეებად, ამასთან არა მხოლოდ ადამიანურ ქმედებებს, არამედ თავად ადამიანებსაც ყოფს და მიიჩნევს, რომ ზოგი მშვენიერია და ზოგი საზიზღარია და საშუალო არ არსებობს და შესაბამისად თulis, რომ შეუძლია დაუნდობლად იძიოს შური. სამყაროს რომ სხვაგვარად შეხედოს, საჭიროა რომ საკუთარ თავში განავითაროს უნარი თანაგრძნობისა და თანაგანცდისა, რაც მას არ აქვს. ეს შესაძლებელი ხდება უკვე მოწიფულ ასაკში, რატომ? ცხოვრებისეული გამოცდილების მოპოვების შედეგად, მიხედვით, ბევრი არტემიდა სიყვანწვილეში აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის თავში, თავის შეუმსწარობაში და შეიგზობს თავის მოუწყლადობას და ამიტომ უკომპრომისოა და დაუნდობელი. ისინი სხვათა შეცოდებას სწავლობენ, როცა წარუმატებლობისა და ტკივილის გამოცდილება საკუთარი შეცდომების შედეგად იზრდება. შეხოთქვით, რომ ტანჯვის გამოცდილება არა აქვს. ხო და ეს ტანჯვის გამოცდილება როგორ მნიშვნელოვანია, ხო, რომ ცოტა გაადამიანურდეს, ხო, ადამიანი ამ შემთხვევაში. საკუთარ ჭრდილს რომ შეხედოს
და დაინახოს თავის თვალში რაღაცა, ხო, როცა სხვის თვალში ხედავს. ცხოვრების გაკვეთილები ეხმარებათ მან გააცნობიერონ, რომ ადამიანები გაცილებით უფრო რთულები არიან, ვიდრე მათი ასე ვთქვათ, შავ-თეთრად წარმოდგენის მიხედვით რო ეგონათ. შედეგად მათში ხდება უკვე პატიების უნარი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვებისადმი, რასაც არასდროს გააკეთებდა ადრე. ეხლა უკვე ფინალში ვართ, თითქმის თავდება, ამიტომ არაფერს არ გამოვტოვებ და სრულყოფილად ვიტყვი, რაც დარჩა. კი, არტემიდა თავდება. კი. ესე იგი, არტემიდა ორბუნებოვანია, ნახეთ. ერთის მხრივ ეხმარება ქალებს გადარჩენაში, უწყობს ხელს მამაკაცების ძალმომრეობისაგან თავი რო დაიცვან და იცავს ქალის ფასეულობას. მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ქალმა მსხვერპლად შეიძლება ითხოვდეს, რომ ქალმა მსხვერპლად გაიღოს ქალური საწყისი. ცხადია, ასია. და ითავისებს უნარს მზრუნველობისა, ახლობლებისადმი მიჯაჭულობა და ყველა არტემიდაში არის იფიგენიას ნაწილი ყმაწვილი, მიმდობი, შვენიერი არსება. იფიგენიაში დევს ქალის პოტენციური მოთხოვნილება, ფიზიკური სიახლოვისა, მისი მოწყვლადობა და დამოუკიდებლობა. შეძლებს კი ის მიუხედავად ყველაფრისა შეინარჩუნოს თავისი ეს ნაწილი, თუ იფიგენია იქნება მსხვერპლად მიტანილი, ვნებების არ მქონე და შეუდრეკელი მიზანსწრაფული არტემიდასადმი განვითარების გზები, რომ გადალახოს არქეტიპისათვის დამახასიათებელი შეზღუდულობა, არტემიდამ უნდა განავითაროს თავისი პოტენციალური თვისებები, რაც მასში დევს ახმქმელობა, კარგად აღიქვას რაღაცები და უნარი აწყოს ახლო ურთიერთობები. უფრო დისტანცირებული ტიპია. მისთვის აუცილებელია გახდეს უფრო მოწყვლადი, ისწავლოს, უყვარდეს და ზრუნავდეს. ფაქტობრივად ადამიანური ფაქტორები იყო ყველა რაც ჩამოთვალე, ხო? ამაში მას დაეხმარება საყვარელი მამაკაცი, იშვიათად ხალი, ან მან უნდა გააჩინოს შვილი. ეს საინტერესო გამოსავალია. ხშირად პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ ის შემთხვევაში, თუ ქალი არტემიდა გარკვეული დროით შეჩერდება. როცა მან მიაღწია დასახულ მიზნებს ან განიცადა წარუმატებლობა, ან და მას შემდეგ, რაც მასში ქურება, ახტაცება, კმაყოფილება, შეჯიბრი, აი ამ თავისი ნადირობებით. მის შეყვარებულ მამაკაცს მოუწევს ან ამ მომენტის ლოდინი, ან აფროდიტეს ენერგეტიკის დახმარება. ატლანტას მითი, ესე იგი ფსიქოლოგიური ზრდის მეტაფორა. ატლანტა გმირია, რომლის სიმამაცე, სირბილისა და მონადირის უნარი საყრდენია ნებისმიერ კაცისათვის. მათში მთაში დატოვებულს დაბადების შემდეგ პოულობს და ყვებავს დათვი. როცა გაიზარდა და მშვენიერ ქალად იქცა, მისი შეყვარებული გახდა მონადირე მელეაგრი. ეს წყვილი სახელგანთქმული გახდა მთელ საბერძნეთში, ტახზე ნადირობის შემდეგ. მალე ამის შემდეგ მელეაგრი მოკვდა ატლანტის ხელებში. ქალმა დატოვა მთები, სადაც ცხოვრობდა და წარსდგა მამის წინაშე და მიიღო მისგან სამეფო გვირგვინი. ახლა ბევრს მოუნდა მისი გულის მონადირება, მაგრამ ის ყველას ზიზღით უარყოფდა. როცა პრეტენდენტებმა დაიწყეს აღშფოთებით მოთხოვნა, რომ აერჩია რომელიმე მათგანი ქმრად, ატლანტამ უპასუხა, რომ დათანხმდებოდა მას, ვინც სირბილში გაიმარჯვებდა. კონკურსი მოაწყო. ხოლო დამარცხებულს კი სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. ყველა შეჯიბრში სწრაფი მორბენალი იმარჯვებს, ცხადია. ბედნიერება მოსინჯა ჰიპომენმა, რომელსაც გულწრფელად უყვარდა ატლანტა, მაგრამ ათლეტური უნარები არ გააჩნდა. ის მზად იყო სიცოცხლე გაეწირა თავისი მცდელობის გამო. ხო, ძალიან საინტერესო ამბავია.
მთელი ღამე შეჯიბრის წინ ჰიპომენი აფროდიტას ამ სიყვარულის ღმერთს თხოვდა შეწევნას. აფროდიტამ შეისმინა მისი ვედრება და აჩუქა მას 3 ოქროს ვაშლი, რომლის დახმარებითაც მან გაიმარჯვა. ვაშლი პირველი იმის გაცნობიერებისათვის, რომ დრო გადის. ანუ ქალს უნდა გააგებინოს რა, რომ წარმავალია რა ეს დრო. და შეჯიბრის დასაწყისში ჰიპომენმა ფეხებთან გაუგორა ვაშლი ატლანტას. ამ ვაშლმა მისი ყურადღება სილამაზით მიიპყრო და რომ შეათვალიერა ეს ვაშლი. ვაშლი თავისი სახის დამახინჯებული ანარეკლი დაინახა და გაიფიქრა, ასეთი ვიქნები სიბერეშიო. ბევრი ენერგიული ქალი ვერ აცნობიერებს დროის წარმავლობას, მანამ სანამ შუახანს არ მიატანს და აღმოაჩენს, რომ სულ უფრო ცოტა დროღა დარჩა მის ცხოვრებაში მიზანი, რომლისკენაც სწრაფვა ღირს და მაშინ მათთან პირველად მოდის გაცნობიერება იმისა, რომ მუდმივად ახალგაზრდები ვერ იქნებიან და იწყებენ დაფიქრებას იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ შემდგომში, გადადგან უნდა ნაბიჯი. მოდის ეხა 40 წლის ასაკი და ეხა თუ არ გათხოვდა და ბავშვი თუ არ გააჩინა, დამთავრებულია საქმე და ანუ რაღაცა იძლებები მუშაობს. ეხლა ვაშლი მეორე, გაცნობიერება სიყვარულის მნიშვნელობისა. ატლანტა დაეწია ჰიპომენს, მაგრამ მან მეორე ვაშლი გაუგორა მას. აიღორა ვაშლი, ქალს გაახსენდა ძველი, გარდაცვლილი შეყვარებული, მელეაგრი, შეიგრძნო სასიყვარულო ტოლვა, ფიზიკური და ემოციური სიახლოვის სურვილი და ჩაფიქრდა დროის წარმავლობასა და სიყვარულის შესახებ, რომ თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა. ეს ვაშლი ყველგან როგორ მუშაობს, ეცო. აქ 3 ვაშლია. ეხა ვაშლი მესამე. გვარის გაგრძელების და შემოქმედების ინსტინქტი. ჰიპომენმა თითქმის მიაღწია ფინიშს, როცა ატლანტა დაეწია მას და მესამე ვაშლი გაუგორა. ქალმა ვაშლი აღება ამჯობინა, შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტი, რომელიც ახასიათებს აფროდიტას, აიძულებს ბევრ აქტიურ ქალს გაბედოს ცხოვრება. პროფესიონალურ წარმატებაზე ორიენტირებულ ქალებს აჩვენებს მათში გაღვიძებული აფროდიტა, რომ იპოვონ ღრმად პიროვნული ფორმები თვით გამოხატვისა. ყოველი ქალი სიყვარულის წყალობით საკუთარ თავში აფროდიტას შეიგრძნობს და ამით გადალახავს არტემიდას არქეტიპის ცალმხრივობას და მოიპოვებს შინაგან მთლიანობას. ახლა ის აღარ არის კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ აქვს უნარი გამოეხმაუროს ახლობელი ადამიანის გრძნობებს, აღიარებს რამ სიყვარულის მნიშვნელობას, ის ატლანტას მსგავსად აღმოჩნდება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე.